შეგიძლიათ რომ გითხრათ რატომ შეიცვალა ოპოზიციის გეგმები ხვალ რუსთაველის პროსპექტზე უნდა შეკრებილიყავით ამის ნაცვლად რუსთავის ციხესთან იკრიბებით. დიახაც, მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. ხვალ ჩვენ ვიკრიბებით 5 საათზე რუსთავის ციხესთან და ეს იქნება ბევრად უფრო მასშტაბური აქცია რუსთავის ციხესთან, ვიდრე გამართულა დღიდან მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობისა, ვინაიდან მდგომარეობა არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მხედველობაში მნიშვნელოვნად გაუარესებული და ჩვენ გვინდა ხვალინდელი აქციით, რომელიც იქნება ნამდვილად ძალიან დიდი და მზარდი და უწყვეტი, ბაიძულოთ ხელისუფლება თემა საერთაშორისო საზოგადოებამ მათ დაინახოს რომ არ არის სხვა ალტერნატივა თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის უახლოეს პერიოდში. უბრალოდ დრო იკარგება, დრო რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვიждდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის. თბილისში გასამართი აქცია, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ამ ყველაფერს იხილავს საზოგადოება, მაგრამ ნომერ-პირველი ამოცანა ჩემთვის მიუხედავად იმ უდიდესი სიხალბისა, რომელიც დემონსტრება მოახდინა ხელისუფლებამ 30 ოქტომბერს ძალადობით მოიპარა არჩევნები და კიდევ ერთხელ მიიტაცა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეს ყველა საქმის გულში ვარ, თუ ეს ასე არის, ამ ყველაფრის პასუხს ის აგებს აუცილებლად უახლოეს პერიოდში და ამ ბრძოლაში ჩვენ ვრჩებით, მაგრამ მე მინდა მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის პარალელურად იყოს ცოცხალი. დიახაც, მე გავიარე პირადადაც კონსულტაციები ექიმებთან, პროფესიონალებთან, კომპეტენტურ ადამიანებთან და მათი მოსაზრება პოზიცია ჩემთვის არის ძალიან სანდო და ამავე დროს შემაშფოთებელი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საათს შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება, სასიცოცხლო მაჩვენებლების საათობრივად უარესდება და თუ ახლა ხელისუფლება ელოდება, როდის ჩავარდება მიხეილ სააკაშვილი კოლაფში და ამის შემდეგ მოახდინება მის ტრანსპორტირებას თუნდაც სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლებელია ამ ყველაფერმა აზრიც კი დაკარგოს, როდესაც შაქარი წინდა უკან დარბის და როდესაც რისკი არსებობს დათრომბვის სერიოზული და როდესაც კოლაფში და კომაში ჩავარდნის სერიოზული საფრთხე ასევე არსებობს, რაც იწვევს ტვინის უჯრედების სიკვდილს. ახლა გინდათ ამის შემდეგ გადაიყვანონ მულტიფუნქციურ საავტომობილში და გინდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადააფრინონ. ამიტომ ვიდრე დამდგარა ეს უმძიმესი რეალობა, რაც ნამდვილად არავის არ უნდა გვინდოდეს, გარდა როგორც ჩანს ძალიან კაფიოდ ხელისუფლებისა, რომელსაც მე არაკაცები ვუწოდი, არაკაცების ხელისუფლება, დიახაც არაკაცების ხელისუფლებაა, როდესაც ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო მწვავედ გააკრიტიკებს 35 წლის განმავლობაში მოშემშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ვინ უფრო დიდ შეურაცხყოფას მიაყენებს. ახლა სახეზე გვაქვს დიახაც ჩაფიქრებული განზრახული მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისა. ამიტომ ხვალ ჩვენ გვინდა ძალიან მძლავრი ხმა გავაგონოთ მთელ სოფლიოს და არა მხოლოდ ადგილობრივ საზოგადოებას. და დანარჩენი ყველა საკითხი, რომელიც ასევე არის უმნიშვნელოვანესი და აქტუალური, რის გამოდაც, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილოს და საკუთარი ჯანმრთელობა სიცოცხლის სამსხვრობლოზე მიიტანა აუცილებლად გადაწყდება, მაგრამ მე მინდა რომ ეს საკითხები, როდესაც გადაწყდება მიხეილ სააკაშვილი, იყოს ცოცხალი და იყოს ჯანმრთელი და არც ცოცხალი, მაგრამ ხეიბარი, რის იმედიც ასევე აქვს ქართულ ოცნებას. ამიტომ მე მეგობრებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მდგომარეობის გართულების კვალდაკვალ ხვალ ეს აქცია გაიმართოს რუსთავში, რუსთავის ციხესთან 5 საათზე. დიახ. ეს არის მიზეზი, რატომაც დროებით შევცვალეთ გეგმა. კი ბატონო, გარდა ამ საპროტესტო აქციისა, თუ გაქვთ სხვა გეგმები, რომელსაც ამოქმედებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე იქნას გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. გულისხმობ საელჩოებთან მიმართვას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართვას, ენტონი ბლინკენის თანაშემწეა ჩამოსული კავკასიაში და ალბათ მასაც ხვდებით ამ დღეებში. თუ შეგიძლიათ მოგვიყოთ მეტი თქვენი გეგმები. მე პირადად მასთან
მაგ მასთან მე პირადად შეხვედრა მექნება შეხვედრა და რა თქმა უნდა საკითხი განხილვის შეეხება მიხეილ სააკაშვილს მაქვს აქტიური ძალიან კომუნიკაცია სხვა საერთაშორისო აქტორებთან, ელჩებთან და ხვალინდელი ეს აქციას დიახაც მინდა არ დაგიმალოთ იყოს კაფიო სიგნალი მათ შორის ყველა საერთაშორისო ჩვენი პარტნიორის და ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა ახლა აი ამ წუთას არის ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება ადამიანის რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ქვია და რომელიც არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ადამიანის რომელსაც სწირავენ მათ შორის ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და ტრაგედია თამაშდება თანამედროვე ჩვენს ყოფაში როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ხელებს იშნიტავს როდის დალევს სულს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და როგორ დასცინია და აბუჩად იგდებენ მას და ვერც ერთი მათგანი ვერ აცნობიერებს ჯერ კიდევ ბოლომდე თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში ამ ყველაფრის შემდეგ ამ ყველაფერზე მაგ დიახა ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ძალიან აქტიური ყოველდღიურ რეჟიმში ხა ის რომ მხოლოდ საპროტესტო აქციებზე ჩანვართ ეს ასე არ არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ ამის მიღმა დიახაც ვალდებულებაა თეა ისევე როგორც ვიცი თქვენ ეთერებს შეძლებთ ვაკვირდები ვადევნებ თვალყურს და სხვა ასევე კოლეგების თქვენი უამრავი სხვა იმ ადამიანის მოსაზრებას ვისმენ რომელიც არც იყო არც არის და არც იქნება ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი არც ჩემი არც მიხეილ სააკაშვილის მაგრამ ამ წუთას ისინი არიან დიახაც ღირსების მხარეს ამ წუთას ისინი არიან სახელმწიფო ინტერესების დამცველები და სახელმწიფოს ინტერესის გატარება ყველაფერი გააკეთო რაც შეგიძლია ადამიანი გადარჩეს და ახლა ბატონ კობახიძეს თუ კი უსვინეთ და ხალბატონ ზურაბიშვილს და ღარიბაშვილს და კალაძეს ისინი თვალს აღარ ახამხამებენ ხო და მე სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ვიღაცას აქვს ასე თქვა რეკომენდაცია გაცემული მათზე და ნათქვამი აქვს ვიცით რა ფატალური შედეგი არ დადგება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ჩვენ იქვე ვიქნებით სამედიცინო აღჭურვილობა ციხეში გვაქვს რომ მისი ფატალური შედეგი არ დადგეს მაგრამ ის რომ შეიძლება ადამიანი უბრალოდ ქმედუუნარო დარჩეს ანუ ხეიბარი და შეერთებული თავისი ცხოვრების განმავლობაში ეს ბუნებრივია მათ აწყობთ და ალბათ საუკეთესო გამოსავალთაც კი მიაჩნია და ეს ყველაფერი არ უნდა დაუშვა მე და პარალელურად ბრძოლა არჩევნების არჩევნების უკან დაბრუნებისა გაგრძელდება არ შეჩერდება მანამ სანამ არ დააბრუნებენ ამ ადამიანებს გონიათ რომ იცით რა ხან მიტაცებულ სავაზლებში სხედან აქ ამ ყველაფრის უფლება და სინამდვილეში ეს არის ასა დაბიო ადამიანების უძლურება დიახ ისინი უძლურებას ასხივებენ ისინი არიან იმ ყველაფრის იმედზე რომ საზოგადოება არ იაქტიურებს არა თუ არ ვიაქტიურებთ პროაქტიულ რეჟიმში მოვდივართ ხვალინდელი დღიდან პროაქტიულ რეჟიმში მოვდივართ და წინააღმდეგობის ასევე მეც ყურადღებით გისმენთ თქვენ გუშინ თქვით რომ ბიძინა ივანიშვილმა ორლესული ნიჩბებით რომ დაგიპირისპიროთ თქვენ არ აპირებთ დანებებას გამარჯვებამდე ახლა ეს გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის მესმის მაგრამ რა არის თქვენი გრძელვადიანი გეგმები ჩვენი გრძელვადიანი გეგმები დიახაც არ არის ეს დასამალი ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები ყველა მშვიდობიანი მწვავე გზებით სიარული დასახულ მიზნამდე მივიდეთ ეხა რეგიონებში ვიარეთ თეა და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე რასაც თურმე ქართული ოცნება ჩადიოდა გამოდია თბილისიდან კი ჯერ კიდევ მეც კი არ ვიყავი ბოლომდე საქმის გულში კარუსელიც არის და კარუსელიც ისეთი დანაშაულებები აქვს ჩადენილი 3-ჯერ და 4-ჯერ შედიოდნენ ერთი და იგივე უბანზე ხმის მისაცემად და როდესაც ჩვენი კომისიის წევრები სხვა ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრები დამკვირვებლები ამ ყველაფერს ასე თქვა ამხელდნენ და საჩივარს დაწერდნენ აი ბევრჯერ ითქვა გავიმეორე რაც ხდებოდა მასიურად პოლიციის მეშვეობით ასეთ ადამიანებს აძევებდნენ უბნებიდან საარჩევნო უბნებიდან შესაბამისად მოაშიშვებდნენ მთლიანად ამ საარჩევნო უბნებს და მე რასაც უდოდ იმას აკეთებდნენ მინიმუმ
10%-ით აქვს ყველა დიდ ქალაქში არჩევნები გაყალბებული. არ იქნება აქ კომპრომისი. წარმოუდგენელი აქ იყოს კომპრომისი. დიახაც, ამიტომაც თქვი, იმიტომ რომ არა მხოლოდ ღირსების საკითხი, ამიტომაც ვამბობ იმას, რასაც ვგულისხმობ და არა უბრალოდ ვიღაცას ვაშინებ მე იქ ხელისუფლებაში. დანამდვილებით ვიცი რა იკადრეს. დანამდვილებით ფაქტებით ვიცით ჩვენ რა მოიმოქმედეს და ეხლა ან ჩვენ ვდგავართ და სადამდეც მედიის კამერები და შესაძლებლობა მიწვდა ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო გაყალბების ფაქტები, ასევე ქართული ოცნება შიგნიდან ამხილა მისმა წევრმა ქუთაისში ქალბატონმა იზა ჩირგაძემ, რომელიც მერე როგორ გააჩუმეს ვნახეთ, მაგრამ მას თავისი პირველი ჩვენება უკან მაინც არ წაუღია. და პარალელურად იცი ჩვენს ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენს მედიასაც პოლიტიკოსებსაც ყურადღების მიღმა დაგვჭა ის წარმოუდგენელი სოციალური გაჭირება, რომელიც დღითი დღე რეალურად მძიმდება. ეხლა არ არსებული პრაქტიკულად ინფლაციის პროცესია დაწყებული. არ არსებობს პროდუქტი, ნავთობ პროდუქტიდან დაწყებული, საკვები პროდუქტი გავრცელებული, რომელსაც ფასი უბრალოდ ცაში არ ავარდა. კი ბატონო, დღეს ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ თქვა, რომ მარტიდან დარეგულირდება ფასები. დიახაც, გამარჯვებამდე იქნება ბრძოლა. გამარჯვებამდე სიცოცხლე, დიახაც, არ მინდა არავინ დავაშინო, მაგრამ ეს მოწოდება მაქვს და ზუსტად ვიცი რომ როგორც არასოდეს არის სუსტი ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ ვიცით რა იკადრეს მათ ხომ ჩვენზე კარგად იციან რა იკადრეს. ყველაფერი რაც შეგეძლო გეკადრა და ვერ გეკადრებიდა. ყველაფერი იკადრეს და მიუხედავად ამ ყველაფრისა 1%-იანი და 2%-იანი სხვაობაც ძლივს გააფორმეს მატერიალური სახით დოკუმენტებში, ხომ? ამიტომ დიახაც, როდესაც შენ დამნაშავე ამხილე უკვე, მარტო მხილება საკმარისი არ არის. ის დანაშავე ქართულმა საზოგადოებამ დიახაც ყველა დასაშვები გზით უნდა დასაჯოს და ეს დასჯა გულისხმობს არჩევნების მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. საუბრობენ სხვადასხვა სიტყვების აკრძალვაზე და ასე შემდეგ. ეხლა რა პასუხისგებლობა დაერქვევა იმ ქმედებას, რომელსაც საზოგადოება გადადგამს ნაბიჯის სახით, ამას თავად ხელისუფლება დაარქვევს. თორე ეხლა ბატონ კობახიძეს რო უსმინოთ, ელდორადოში ცხოვრობთ და არც არჩევნები ყალბდება და არც ძალადობას აქვს ადგილი და არც ნარკოტიკები რიგდებოდა. ესე იგი წარმოუდგენლად ყველაზე მეტად ჩემზე რამაც იმოქმედა არის შემდეგი ფაქტი. ხო, მეტანაკლებად ყოველთვის მათ ამ ხერხისთვის მიუმართავთ, მაგრამ ამ მასშტაბით არასოდეს. ესე იგი თელს ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისში, სხვა ქალაქებში ნარკოტიკები დაარიგეს, რომ გონება დაბნელებოდა იმ ადამიანებს, მერე ვისაც თხოვდნენ დანაშაულის ჩადენას და იხედავდით რომ ადეკვატურად იქცეოდა ბევრი ადამიანის საარჩევნო ურნებთან. ნარკოტიკებს არიგებს ხელისუფლება, კანონიერ ვითომ ქურდებს უკან იყენებს პოლიციელი, ან წინ უდგება პოლიციელი და ეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც ეხლა ჩვენ ტაში უნდა დაუყრათ და ვისაუბროთ სიამაყითო ჩვენ სახელმწიფო გვაქვს, ჩვენ სახელმწიფო აღარა გვაქვს. სახელმწიფო დიახაც გვექნება მაშინ, როდესაც საზოგადოება მოპარულ არჩევნებს უკან დაებრუნებს ერთი და მანამდე პრეზიდენტ სააკაშვილს გადაარჩეს. აი მაშინ კი ნამდვილად გვექნება სახელმწიფო და ვილაპარაკებთ და ვისაუბრეთ მომავალზე, განვითარებაზე, რეფორმების გატარებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ექნება ივანიშვილს, ნუ ექნება კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს, ნაწილი მათგანი ახლა თქვენს ეთერს დარწმუნებული ვარ უყურებს თუ არა და ეტყვიან არ იქნება აქ შეგუება. შეუძლებელია რა განსხვავება არის რუსეთისგან, პუტინის რუსეთისგან, არანაირი განსხვავება პრაქტიკულად აღარ დარჩა, თუ არ ჩავთვლით ჯერ კიდევ რამდენიმე ტელევიზია არსებობს ერთ-ერთი, როდესაც რომის მეშვეობითაც მე ახლა საზოგადოებას თქვენის დახმარებით ვსაუბრობ. ეხლა როდესაც პოლიტიკური პატიმრები ყავს და როდესაც არჩევნები აღარ ტარდება, რუსეთი ხარ, აბა რა ხარ? პუტინის რუსეთი ხარ და არ დაუშვებთ. შემირცხვენია საკუთარი თავი, თუ მე ამ რეალობას შევეგუები. გადაწყვეტილი მაქვს უკვე და არ მინდა ამაზე მე
ბევრი საუბარი. ვიცი მეგობრებთან ერთად როგორ უნდა მოვიქცე და როგორ უნდა მოვიქცე, ნუ რავის ნუ დააშილებს. ეს ყველაფერი იქნება იმ ჩარჩოებში მოქცეული, რომელიც ეკადრება ამ ქვეყნის მომავალს. ჩვენ გვიწევს დიახაც პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა. ერთის მხრივ ამ სივერაგეს ვებრძოლოთ და დავამარცხოთ, მაგრამ მეორეს მხრივ დიახაც მომავალზეც ვიფიქროთ, იმიტომ ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა, რაც არ უნდა გაუკვირდეს ბიზნესმენებს, არ არის ბიზნესმენების დამარცხება. ეს არის დიახაც შუალედური ამოცანა. ნომერ პირველი ამოცანა არის ამ ქვეყნის განვითარება და ის რომ 100,000 საქართველოს მოქალაქეს თვალი არ ეჭიროს ქვეყნიდან გაქცევაზე და დეპრესიაში არ იყოს ჩავარდნილი და ხვალინდელი დღის საერთოდ რო აღარ შეჯერავ და სიამაყის განცდა რო დაუკარდა სამოწონების უფლებაც კი რო ჩამოვართვა. მადლობა.